ყოფილი წარმომადგენელი გიორგი რუხაძე შემოგვიერთება საღამშვიდობისა ბატონ გიორგი, გმადლობთ რომ ხართ ჩვენს სტუდიაში. მოგესალმებით ტელემაყურებელს. ბევრი საკითხი გვაქვს, რომელთა დაკავშირებით თქვენი აზრი გვაინტერესებს და დავიწყებ, რადგან დღის მთავარი თემაა ეს ფარული ჩანაწერი, რომლის შინაარსსაც თქვენ გაეცანით ალბათ. რა იყო თქვენთვის აქ საინტერესო თელ ამ პოლიტიკურ კონტექსტში, რომელზეც ახლა წინა სტუმართანაც ვსაუბრობდით თუნდაც? დავიწყებ იქიდან, რომ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს არის გულისამრევი, ამაზრზენი და ამ ქვეყანაში არ მთავრდება, ასე ვთქვათ, ფარული ჩანაწერებით, კომპრომატებით, მანიპულირება წინასაარჩევნო გარემოში. ეს არის ძალიან ცუდი, სწორედ ამისთვის ვიბრძოდით, რომ ეს ყველაფერი დასრულებულიყო და მე პირადად გიორგი რუხაძე ყველა ჩემ ხელთ არსებული საშუალებით გავაგრძელებ ბრძოლას იმისათვის, რომ ხვალ და ზეგ და რომ დასრულდეს ეს ერა საქართველოში, როდესაც ბინძური კომპრომატებით, ფარული ჩანაწერებით იბრძვიან ელექტორალური მიზნებისათვის. რაც შეეხება თვითონ შინაარსს, აი ამ საუბრის და ორივე მოსაუბრემ დაადასტურა შინაარსი მეტნაკლებად, თუმცა ორივე ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის დამონტაჟებული. შემიძლია ვთქვა, რომ ანუ შინაარსზე კი არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ყველაზე მთავარი შინაარსი არის, მთავარი ის არის, ვიფიქროთ თუ ვის აწყობდა აი ამ ჩანაწერის გამოქვეყნება და ვისზე არის პასუხისმგებლობა, ვინ არის პასუხისმგებელი აი ასეთი მსგავსი რაღაცების პრევენციისათვის. ეს პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ხელისუფლება იბრძვის აი ამ მეთოდებით. და შემდგომში მე უკვე განმარტავ რატო მიზეზი დიახ ეს საინტერესო რა მიზეზი შეიძლება ქონდეს შინაარსს რაც შეეხება შინაარსი აქ გასაგებია იცი რა გასაგებია რომ რუსთავი 2-ს ტელევიზია ტელეკომპანია რუსთავი 2-ს აქვს მკვეთრი პოზიცია პროდასალური ძალების მხარდაჭერის თვალსაზრისით პაატა ბურჭულაძის მოძრაობა იყო მკვეთრად გამოკვეთილი პროდასავლური ძალა მე პირადად ვიყავი არც თუ ისე მცირე წვლილი მიმიძღვის იმაში რომ ეს პოლიტიკური მოძრაობა სწორედაც რომ პროდასავლურ რელსებზე დამეყენებინა გაჩნდა კითხვები იმ სავარაუდო თანამშრომლობასთან მიმართებაში ქართულ ოცნებასთან ეს კითხვები გაუჩნდა ნიკა გვარამიას ჩემი აზრით ეს აბსოლუტურად ბუნებრივია იმ განცხადებებიდან გამომდინარე რომელიც გირჩის წარმომადგენლებმა გააკეთეს მე პირადად ხედავ თითქმის ყველა ინდიკატორს იმისათვის რომ ეს მართლაც ასეა და გუშინ თითქმის ყველა ეთერში ვთქვი რომ პაატა ბურჭულაძე რეალურად ვეღარ მართავს ამ პოლიტიკურ მოძრაობას დღევანდელი მდგომარეობით ის არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი და თუ ეს გაერთიანება შემთხვევით მაინც გადალახავს საარჩევნო ბარიერს ის უკვე გახდება ქართული ოცნების დანამატი მოდი ასე ვთქვათ ხელისუფლებამ შეიძინა მოდი ეს ყველაფერი გირჩისა და ახალი საქართველოს საშუალებით და შემდგომ უკვე იყენებს მას თავისი ინტერესებისათვის და რა არის ხელისუფლების ინტერესი? ხელისუფლების ინტერესია რომ ვიზუალურად ეს გაერთიანება ბოლომდე მიაკეროს ნაცმოძრაობას და ამით ან თვითონ აიღოს რაც შეიძლება მეტი ხმა და ნაცმოძრაობას დააკარგვინოს მაქსიმალურად ხმები თუ ნაცმოძრაობის ხმების ხარჯზე მოახერხებს ეს პოლიტიკური გაერთიანება გადალახოს ბარიერი შემდეგ უკვე იქ გააკონტროლებს მას ეს ძალიან მარტივი სქემაა მოძრაობის დასუსტება არის ამ გაერთიანების შექმნის მიზანი ყოველ შემთხვევაში ასე უყურებს ამას ბიძინა ივანიშვილი თქვენ როგორც ახსენით პაატა ბურჭულაძე ამას ხვდება თქვენ გქონდათ ამაზე საუბარი პაატა ბურჭულაძემ იცის რა კონტექსტში შეიძლება აღმოჩენილიყო ახლა რასაც თქვენ ყვებით ამის საქმის კურსშია ცით რა ჩვენ ბევრ საკითხზე გქონდა ბუნებრივია საუბარი როდესაც დავიწყეთ ეს პოლიტიკური მოძრაობა და გავერთიანდით პაატა ბურჭულაძის გარშემო მაშინ ბუნებრივია აბსოლუტურად სხვა მიზნები და სხვა მასშტაბი ქონდა ამ ყველაფერს პაატა ბურჭულაძეს ქონდა ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და ძალიან დიდი მუხტი შემოიტანა პოლიტიკაში თუმცა შემდგომ შემიძლია პირდაპირ ვთქვა რომ ბიძინა ივანიშვილმა და ხელისუფლებამ მას
ყველა ფინანსური რესურსი ჩაუკეტა და დატოვა სერიოზული ვალდებულებების მდგომარეობაში და შემდეგ უკვე გაუხსნა არხი გირჩისა და ახალი საქართველოს საშუალებით, რითაც ის დაანგრია როგორც პოლიტიკოსი და გახადა ერთგვარი მძევალი. შემდეგ უკვე ბუნებრივია მას ჰქონდა ორი არჩევანი. ან უნდა მიეღო ეს შეთავაზება, რომელიც ჩვენს გარეშე გააკეთა, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ფაქტის წინაშე დავდექით და მას ჰქონდა ორი არჩევანი, ან უნდა მიეღო ეს გარიგება და ამით გაესტუმრებინა ფინანსური ვალდებულებები, ან მას უნდა საჯაროდ განეცხადებინა აი ამ ზეწოლის შესახებ, ფინანსური ზეწოლის შესახებ და უკვე საზოგადოებისთვის მოეთხოვა დახმარება. მე პირადად ურჩიე მას, რომ ეს მეორე გაეკეთებინა და გარდაექმნა მოძრაობა ჭეშმარიტად სახალხო მოძრაობა, თუმცა ჩემ და სამწუხაროდ პაატა ბურჭულაძემ არჩია, რომ სწორედ გირჩთან და ახალ საქართველოსთან გარიგებით გადაეცემა ეს პრობლემა. ეს დეტალები ხართ ამ დეტალების საქმის კურსში, ვინ იყო მომლაპარაკებელი პაატა ბურჭულაძესთან? თქვენ თქვით, რომ ჩვენ არ ვიყავით საქმის კურსში. ვინ ესაუბრებოდა პაატა ბურჭულაძეს აი ამ შემოთავაზების შესახებ? რა იდგა იმ საჯარო შეთავაზების მიღმა, რაც ჩვენ ყველამ ტელეეკრანზე ვნახეთ? სად გადაწყდა და ვისი მონაწილეობით ეს ყველაფერი? იცით რა, მე შემიძლია პირდაპირ დავადასტურო, რომ მე პირადად არ მონაწილეობდი ამ ასე ვთქვათ მოლაპარაკებებში. პარტიას ყავს თავმჯდომარე, ყავს გამგეობა, რომელშიც შედის 4 ადამიანი. იმ 4 ადამიანიდან ჩემი ჩათვლით მინიმუმ 2 არ მონაწილეობდა ამ ასე ვთქვათ ურთიერთობაში. ჩვენ დაგვაყენეს ფაქტის წინაშე რეალურად ამ შეთანხმების შესახებ შევიტყვეთ ასე ვთქვათ მასმედიის საშუალებიდან, შემდეგ უკვე შედგა შეხვედრა, უკვე პოსტსკრიპტუმ, რასაც მე ვიტყოდი, რომ ამას ვერ დავარქმევთ განხილვას, ეს იყო რეალობის წინაშე დაყენება. თქვენ ალბათ მკითხავთ, რომ თუ კი ეს არ მოგეწონათ ან არ ეთანხმებოდეთ, მაშინ რატო არ დატოვეთ პარტია? უფრო მეც გეტყვით, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ თქვენ ერთ-ერთი იყავით, ვინც გზნებარე სიტყვით გამოვიდაო იმ შეხვედრაზე, რომელსაც მეც ვესწრებოდიო, სადაც თქვენ როგორც ჯაფარიძე ამბობს, მიესალმეთ იმას, რომ ასეთი გაერთიანება ხდება. თქვენ ახლა თქვით, რომ მეორე გზას ვურჩევდი, რომ ხალხისთვის ეთხოვა დახმარება და არა გირჩთან ერთად გაერთიანებაში შესვლასო, მაგრამ ზურაბ ჯაფარიძე სხვაგვარად აღწერდა 5 წუთის წინ ამ ამბავს. გასაგებია, გზნებარე გამოსვლა და ტაში ცოტა გადამეტებულია, ბუნებრივია, იმ კონკრეტულ შეხვედრაზე მე არ გამიპროტესტებია ეს შესაძლო გაერთიანება. მე არ ვიცოდი დეტალები ბოლომდე, მე ბოლო წუთამდე სულ რამდენიმე 2 დღის წინ დავტოვე მოძრაობა, ბოლო წუთამდე ვიბრძოდი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დარჩენილიყო პაატა ბურჭულაძის მოძრაობად, ეს ყველაფერი ყოფილიყო სახელმწიფო ხალხისთვის და ეს არ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის მძევალი გირჩისა და ახალი საქართველოს საშუალებით. აი ამის ნათელი დადასტურება და საბოლოო დოკუმენტური დადასტურება აღმოჩნდა საპარლამენტო სია, რომლის ათეულშიც აღმოჩნდა მხოლოდ პაატა ბურჭულაძის გარდა ერთი პოლიტიკური სახე, ეს არის დავით ჯანდიერი და კიდევ ერთი ეკონომისტი, რომელიც არის ახალგაზრდა პერსპექტიული ადამიანი. მათ გარდა არც ერთი ადამიანი ათეულში თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ლიდერს, რომელიც ასოცირებული იყო პაატა ბურჭულაძის მოძრაობასთან. ეხლა არის საუბარიო თითქოს 5 ადამიანია, 7 ადამიანია რაღაცა. თუ კი მოძრაობის წარმომადგენლები გეყოლებათ ეთერში, კითხეთ უბრალოდ ჩამოთვალონ პაატა ბურჭულაძის მოძრაობის წევრები პირველ ათეულში და ყველასთვის ყველაფერი გახდება ცხადი. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ეს არის პაატა ბურჭულაძის გაერთიანება და პირველ ათეულში, რომელიც არის მთავარი გაყიდვადი პროდუქტი, იქ მისი წარმომადგენლები არ არიან წარმოდგენილი. აქ იმაზე საუბარი, რომ ეს პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნის კვლავაც, ეს არის მოდი ასე ვთქვათ, აი პერსონალურად კითხავთ თქვენ რატომ ვერ მოხვდით ამ სიაში? ვინმე დაგბლოკად განზრახ ამ სიაში? თუ პაატა ბურჭულაძის არჩევანი იყო ასეთი, რომ ყოლოდა, როგორც თქვა, სამართლის სპეციალისტი და აქ სპეციალობებში იყო მთავარი პრობლემა, თუ პერსონალურად მოხდა რაღაც თქვენ
შემთხვევაში, ლაგაზიძის შემთხვევაში რატომ ვერ მოხვდით ამ ათეულში? იცით რა, მე ჩემს საკუთარ თავზე შემიძლია ვისაუბრო, ხათუნა ლაგაზიძე საკუთარ თავზე ისაუბრებს, მე თავად ვთქვი უარი სიაში ყოფნაზე, იქიდან გამომდინარე რომ დავინახე რომ ეს აღარ იყო პაატა ბურჭულაძის მოძრაობა, ეს აღარ იყო სია, სადაც დომინირებულ მდგომარეობაში იქნებოდა ჩვენი გუნდი წარმოდგენილი და შესაბამისად ბრძოლაში, როდესაც უმრავლესობა არის სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი, მე არ ვაპირებდი უკვე ამ ბრძოლაში შესვლას. თუნდაც შანსი რომ ყოფილიყავით მე ველოდი პაატა ბურჭულაძეს, რომელიც ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩვენ გვქონდა ორი შეხვედრა და მხოლოდ ბოლო შეხვედრის შემდეგ, როდესაც ვერც ერთი მიზეზი ვერ დამისახელა პაატა ბურჭულაძემ, თუ რატომ უნდა დარჩენილიყავი პარტიაში, მხოლოდ ამის შემდეგ წავედი დავტოვე პოლიტიკური მოძრაობა. ეხლა რაც შეეხება თვითონ სიის დაკომპლექტებას, რომელიც ასევე უბრალოდ მინდა ერთი რამ დავაკონკრეტოთ ბატონ გიორგი. აი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ რუხაძის მოთხოვნა იყო სიის ხუთეულში ყოფნა. თქვენ თქვით, რომ თავად არ გსურდათ უკვე ამ სიაში ყოფნა, მაგრამ გქონდათ შესაძლებლობა და პოზიციები ისეთი, რომ თქვენ ამ ათეულში აღმოჩენილიყავით, რომ მოგემდომებინათ. ჩემი მოთხოვნა არ ყოფილა კონკრეტული ადგილი, ჩემი მოთხოვნა იყო მე ვიბრძოდი სიაში კვოტებისთვის და მე ვიბრძოდი იმისთვის, რომ ჩვენი წარმომადგენლები ყოფილიყვნენ უმრავლეს მდგომარეობაში. შესაბამისად, რაც შეეხება ადგილს, ბუნებრივია 4 კაციანი გამგეობა, როდესაც ყავს პარტიას და იმ პარტიაში გამგეობის ერთ-ერთი წევრი ხართ, ბუნებრივია, რომ მოთხოვნა უნდა იყოს სიაში მაღლა ყოფნა. ამაზე ლაპარაკიც არ არის და მეცაც გეტყვით, საერთოდ სიის დაკომპლექტებაზე რო ვისაუბროთ. სიას კლასიკურ შემთხვევაში აკომპლექტებს თავმჯდომარე გამგეობასთან ერთად. ხო, ძალიან იშვიათ შემთხვევაში ეს ხდება თავმჯდომარე და გამგეობა პლუს ამას ასე ვთქვათ დამფუძნებლები, ანუ ყრილობა. მსგავსი არაფერი მომხდარა. ანუ თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მას არ მიუღია ეს გადაწყვეტილება და გუნდმა გადაწყვიტა, გამგეობის წევრი მე გახლავართ და ხათუნა ლაგაზიძეც გახლავთ და ჩვენ ორივე ასე ვთქვათ არც ერთს არ მიგვიღია აი ამ პროცესში მონაწილეობა, ყრილობა არ მოგვიწევია და ახლა თქვენ გეკითხებით, როგორ მოხდა სიის დაკომპლექტება და როდესაც საუბრობ გუნდმა დააკომპლექტა, გუნდი ვინ არის, თუ გამგეობა გუნდი არ არის. ასე რომ ამ არგუმენტს მე უბრალოდ ვერ მივიღებ, შეგიძლიათ კითხოთ, გინებავთ დავით ჯანდიერს და გნებავთ ვისაც გინებავთ ბატონ პაატა ბურჭულაძეს და მან ახსნას თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი და თუ რამდენად იყო ეს ყველაფერი შესაბამისობაში პარტიის წესდებასთან და ზოგადად საარჩევნო კანონთან. მაგრამ ამ ყველაფერს ეს სია პაატა ბურჭულაძეს მიაწოდეს, მან ეს ყველაფერი უბრალოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან წაიკითხა და ის გაერიდა სიის ფორმირების პროცესს. გასაგებია და ჩვენ ბევრი დრო არ დაგვრჩა, მინდა უბრალოდ რაღაც საკითხები მოვასწროთ. თქვენ თქვით, რომ ახსენეთ ახლა ცოტა ხნის წინ ბარიერის თუ გადალახა საერთოდო, ამას ამბობდი, რომ ბარიერის პრობლემა აქვს უკვე ამ გაერთიანებას. საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, რომ შეიძლება ასე მძიმედ იყოს იმ გაერთიანების საქმე, რომლის ლიდერს ჰქონდა ამბიცია პაატა ბურჭულაძეს, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო. ახლა უკვე ბარიერის პრობლემა აქვსო და საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ იქიდან, თუ შევადარებთ უკვე ჩატარებულ კვლევებს, ეს არის ასე ვთქვათ კლებადი რეიტინგი, აღარ ჩამოყვები ხა ყველა კვლევას, მაგრამ უკვე ნისის შემდეგ, როდესაც ფინანსური კრიზისი დაიწყო, რეიტინგმა დაიწყო უკვე კლება, მას შემდეგ გაერთიანება ბუნებრივია კვლავაც დამაზარალებელი გახდა და შემდეგ უკვე ის პროცესი, რაც პარტიაში მიმდინარეობს დღევანდელი მდგომარეობით, ის რომ მე ერთ-ერთი ლიდერი ამ მოძრაობისა ვამტკიცებ, რომ ეს მოძრაობა პაატა ბურჭულაძეს აღარ ეკუთვნის, ის აღარ იღებს აქ გადაწყვეტილებას და მეცაც გეტყვით, პაატა ბურჭულაძე უკვე როგორც პოლიტიკოსი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ის ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაშია ფაქტობრივად, მაძლევს იმის ასე ვთქვათ ვარაუდის საშუალებას, რომ გაუძნელდება ამ პოლიტიკურ გაერთიანებას ბარიერის გადალახვა. ნახოთ, დაველოდოთ არჩევნებს. კი ბატონო, და ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ, მე ერთ-ერთი დღეს ეს შეკითხვა ხათუნა ლაგაზიძესაც დავუსვი, რომ აი ფინიშამდე თქვენ არ გეყოთ დაახლოებით თვენახევარი, ან მაქსიმუმ 2 თვე ვთქვათ. რამდენად სწორად იყო დაგეგმილი მთელი ეს პროცესი? რამდენად იცოდით თავიდან, რამდენი გქონდათ ფული, რა რესურსი იყო საერთოდ თქვენს ხელთ? იქნებ ცოტა ადრე შემოხვედით პოლიტიკაში, იქნებ დაუშვით თავად თქვენ შეცდომები.
გუნდმა და მათ შორის პაატა ბურჭულაძემ თქვენ გქონდათ ამბიცია ხელისუფლებაში მოსვლის, მაგრამ არჩევნებამდე 2 თვით ადრე სულ სხვა რეალობა დაგიდგათ. რა თქმა უნდა, შეცდომებზე შეიძლება ვისაუბროთ, მე არ ვაპირებ ხა დეტალურად ამ ყველაფერს გავყვე, იყო პრობლემები პარტიის მართვის თვალსაზრისით, იყო ერთპიროვნული მმართველობის ძალიან სერიოზული ნიშნები. შემდეგ უკვე კიდევ ერთხელ პაატა ბურჭულაძემ როგორც ლიდერმა მან ვერ გაუძლო იმ წნეხს, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებიდან, რომელიც იმ ფინანსურ წნეხს, რომელიც მართლაც ძალიან, ასე ვთქვათ, ძლიერად აწვებოდა ორგანიზაციას და რამდენიმე მილიონიანი დავალიანებით მივიდა უკვე გაერთიანებამდე. სხვათა შორის საუბრობენ რაღაც 10 მილიონზე. მე პირადად 10 მილიონი საერთოდ არ მithქვავს ციფრი. მე განმარტავ რა ვთქვი ჩემი ბრიფინგის დროს, როდესაც დავტოვე მოძრაობა, ტექსტი სრულად დევს ჩემ Facebook გვერდზე, ასევე ვიდეო არსებობს პირველ რადიოში. მე ვთქვი ასეთი რამ, რომ დაიწყო მრავალმილიონიანი ვალის გასტუმრების პროცესი და საარჩევნო ბიუჯეტი გაწერილია 10 მილიონზე მეტი თანხით. ანუ მე არ მithქვამს, რომ 10 მილიონიანი დავალიანება დაიფარა, ან რაღაც ან ვინ საიდან მოიტანა ეს ციფრი და რატო ატრიალებენ წინ და უკან ნამდვილად ყოველ შემთხვევაში ასე გავრცელდა. კარგია რომ დააზუსტეთ. გეუბნებით რომ ეს ასე არ არის, მრავალმილიონიანი დავალების გასტუმრება და დავალიანების გასტუმრება დაიწყო და შეგიძლიათ თქვენ თავად კითხოთ პარტიის წარმომადგენლებს რა არის მათი სრული საარჩევნო ბიუჯეტი და თავად გეტყვიან ასე რომ აქ ამაზე манипуლირება რომ საიდან მოიტანა ეს ციფრები უბრალოდ არასწორია. რაც შეეხება ჩემ პირად საკითხებს მე მინდა ვთქვა რომ მე არ ვაპირებ პასიურ მდგომარეობაში ყოფნას. ყველაზე მარტივი იქნებოდა ჩემთვის რომ ამ ყველაფრის შემდეგ ასე ვთქვათ წავსულიყავი სახლში და დამჯდარიყავი და საერთოდ განცხადება არ გამეკეთებინა, მაგრამ მე როგორც პოლიტიკოს მაქვს ვალდებულება საზოგადოების წინაშე რომ მას ვუთხრა სიმართლე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მას შემდეგ რაც მოხდა პაატა ბურჭულაძეს ეყოფა იმის გამბედაობა და სიბრძნე რომ გამოვიდეს საზოგადოებას აუხსნას თუ რატომ მივიდა ამ მდგომარეობამდე, რატომ მივიდა ეს მოძრაობა, რომელსაც უდიდესი მუხტი ჰქონდა გირჩთან და ახალ საქართველოსთან გაერთიანებამდე, რომელთა ელექტორალური ღირებულება 1%-ს არ აღემატება და თავად პაატა ბურჭულაძეს შეიძლება პაატა ბურჭულაძეს კითხეთ, როდესაც ამის საშუალება მოგეცემათ, ანუ რატო ჩადეს რამდენიმე მილიონი ლარი თუ მეტი არა აი ამ 1%-იან გაერთიანებებში და ვის შეიძლებოდა ქონოდა ინტერესი აქ ფულის ჩადების. თქვენ თქვით რომ მე არ ვაპირებ პასიურ მდგომარეობაში ყოფნას. ანუ თუ კი რაც ახლა თქვენ თქვით მოუწოდეთ ბურჭულაძეს რომ აუხსნა საზოგადოებას ეს საკითხები თუ ამას თავად არ გააკეთებს თქვენი აქტიურობა იქნება ის რომ თქვენ აპირებთ რომ მოუყვეთ ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოებას? იცით რა, ეხლა მე ამაზე არ მინდა გავაკეთო აქცენტი, მინდა ვთქვა რომ პაატა ბურჭულაძეს ძალიან ბევრი კარგი საქმე უკეთებია ამ ქვეყნისთვის და ეს ყველა მიცის მათ შორის მეც და ის რომ დღეს ამ მოძრაობის წევრი არა ვარ, სულაც არ ნიშნავს რომ არ ვაღიარებ მის წვლილს და მას ასევე აქვს პოტენცია რომ ძალიან ბევრი კარგი საქმე მომავალში გააკეთოს. უბრალოდ აი ეს პოლიტიკური ნაწილი მან ვერ გაუძლო ძალიან სერიოზულ წნეხს, ვერ გაამართლა საზოგადოების ნდობა და თუ ის გადადგავს ღირსეულ ნაბიჯს, მას ეს მისცემს უკვე საშუალებას, რომ გააგრძელოს საზოგადოებრივი მოღვაწეობა ბევრად უფრო ღირსეულად და ბევრად უფრო მეტი გააკეთოს ამ ქვეყნისთვის და წყალში არ ჩაყაროს ის ძალიან ბევრი კარგი საქმე, რომელიც მას მართლა უკეთებია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქმიანობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას დამეთანხმებით, რომ მოხვდე ან არ მოხვდე პარლამენტში. თქვენ გრძელვადიანად განიხილავდით პაატა ბურჭულაძის პარტიას როგორც მომავალ ბევრ არჩევნებში მონაწილე პარტიას. იქნებ ჯობდა და ღირდა თუ გიფიქრიათ ამაზე რომ ახლა პარლამენტში ვერ მოხვდებით, მაგრამ დარჩენილიყავით პარტიაში და გაგეგრძელებინათ მუშაობა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში სულ არჩევნებია მომდევნო წლების განმავლობაში. აქ ორი ნაწილია. რა თქმა უნდა, ასეთი რამ შესაძლებელი იყო, თუმცა კიდევ ერთხელ
გეუბნებით რომ მე ბოლო მომენტამდე ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია, იმიტომ რომ ბოლომდე გამერკვია ყველა დეტალი და დაურწმუნებულიყავი რომ ეს იყო ჩვენი ის მოძრაობა, რომელიც ჩვენ ერთად დავაფუძნეთ, ის მოძრაობა, რომელსაც ახალი სახეები და ახალი თაობა უნდა მოეყვანა პოლიტიკაში, თუ ეს იყო ის მოძრაობა, რომელიც უკვე იმართებოდა გირჩისა და ახალი საქართველოს საშუალებით, ასე ვთქვათ, ხელისუფლების მხრიდან, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და არ დავრჩი ამ პარტიაში სწორედ იმიტომ, რომ ეს ის მოძრაობა აღარ არის და ეს არ არის ის პოლიტიკური მოძრაობა, რომელსაც პაატა ბურჭულაძე მართავს. რაც შეეხება პარლამენტს, ბუნებრივია პარლამენტში მოხვედრა არის ყველა პოლიტიკოსის ამბიცია და სწორედ პოლიტიკა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკოსი პარლამენტში უნდა მოხვდეს და იქ უნდა განახორციელოს თავისი იდეები. პოლიტიკა არ არის რაღაც ინტელექტუალური კლუბი, სადაც ადამიანებმა დაჯდეს და წიგნები დაწეროს და თუ ვინმეს გონია, რომ ამბიცია პარლამენტში მოხვედრისა სირცხვილია და პოლიტიკოს არ უნდა ჰქონდეს, მას საერთოდ არ ესმის ეს საქმე და ის საერთოდ ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს ცხოვრებაში. განსაკუთრებით საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში. გმადლობთ, რა თქმა უნდა, იდეების განხორციელებისთვის პარლამენტი არის შესაბამისი ადგილი. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი რუხაძემ უპასუხა ჩვენს შეკითხვებს პაატა ბურჭულაძის გუნდის ყოფილმა წევრმა. ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით რამდენიმე წუთში და გვექნება პირდაპირ ჩართვა სამტრედიიდან. ვისაუბრებთ დემურს ტურუას საქმეზე.